მრუდხაზოვანი კონსტრუქციები. კნაუფის ფილას უნთქავს. გამოირჩევა ცეცხლმედეგობით და ხმის იზოლაციის მაღალი დონით. ამასთან ერთად ტენიან მდგომარეობაში ის იძენს პლასტიურობას, ხოლო გაშრობის შემდეგ იბრუნებს ადრინდელ თვისებებს და ინარჩუნებს ტენიან მდგომარეობაში მიღებულ ფორმას. ეს თვისებები საგრძნობლად აფართოვებს თაბაშირ მუყაოს ფილის არქიტექტურულ შესაძლებლობებს, როგორც ჭერზე, ასევე კედლებზე სამუშაოდ. თაბაშირ მუყაოს ფილის გაღუნვის სამი მეთოდი არსებობს: შრალი, დატენიანებით და ფრეзвით. შრალი მეთოდით და დატენიანების მეთოდით ფილა შეიძლება მხოლოდ სიგრძეზე გაიღუნოს. თავდაპირველად ფილის გასაღუნ ზედაპირზე უნდა გადავატაროთ ნემსურა ლილვაკი. ამობურცული ფორმების გასაღუნის ზედაპირი, როგორც წესი, ფილის უკანა მხარეა. შეზნექილის კი წინა. ფილა იდება საფენებზე, დანემსილი ზედაპირით ზემოთ, რათა თავიდან ავიცილოთ წყლის შემთხვევითი მოხვედრა ფილის ქვედა მხარეზე. წყლის მოხვედრის შემთხვევაში გაღუნვის დროს მუყაო შეიძლება გასკდეს. ფილა დავასველოთ საფრქვეველით, ლილვაკით, ვრუბელით ან ფუნჯით. ფილა შაბლონზე ისე მოვათავსოთ, რომ მისი ცენტრი შაბლონის ღერძს ემთხვეოდეს. დავიწყოთ გადაღუნვა. ნელ-ნელა დავაჭიროთ კიდეებს ისე, რომ თაბაშირ მუყაოს ფილა არ დავაზიანოთ. 12.5 მმ-იანი ფილის გადაღუნვის მინიმალური რადიუსი დაახლოებით 1000 მმ შეადგენს. 9.5 მმ-იანი ფილის გადაღუნვის მინიმალური რადიუსი 500 მმ შეადგენს. 6.5 მმ-იანი ფილის გადაღუნვის მინიმალური რადიუსი 300 მმ შეადგენს. ფილის კიდეები დამჭერების მეშვეობით დავამაგროთ. გადაღუნული ფილა დავტოვოთ გასაშრობად. შაბლონიდან მოხსნის შემდეგ კნაუფის გამშრალი ფილა ინარჩუნებს მიცემულ ფორმას. კარკასის დასამზადებლად პროფილების გადაღუნვა ორი მეთოდით შეიძლება: პროფილის თაროს გამოჭრით და სპეციალურ დაზგაზე გადაღუნვით. პროფილის გამოჭრამდე მოვნიშნოთ ნასერების ადგილები. პროფილის თაროები იჭრება მეტალის საჭრელი ელექტრო ან ხელის მაკრატლით. მოცემული რადიუსის შესაბამისად, პროფილის თაროები იჭრება 30-50 მმ-ის დაშორებით. რაც უფრო მცირეა გადაღუნვის რადიუსი, მით მცირეა ნასერებს შორის მანძილი. პროფილის საზურგე შეგვიძლია გადავღუნოთ როგორც წაღმა, ასევე უკუღმა. გაჭრილი პროფილის რადიუსის დასაფიქსირებლად, მეტალის მოთუთიებული ფურცლისაგან გამოჭრათ მოცემული რადიუსის ორი ზოლი. ზოლები დავადოთ გაჭრილ პროფილზე და დავამაგროთ გაკვეთა გადაღუნვის მეთოდით. შიდა და გარე გადაღუნვის ჭერის პროფილი 6 მეტრის სიგრძემდე შეიძლება გადაიხუნოს. წარმოების პირობებში ჭერის პროფილი სპეციალურ დაზგაზე იღუნება. მრუდხაზოვანი და მრავალწახნაგა ფორმების მიღების ეს მეთოდი გულისხმობს სპეციალური, საკმაოდ მარტივი მოწყობილობის გამოყენებას. მისი მეშვეობით 12 მმ-იანი კნაუფის ფილის უკანა მხარეზე პარალელური პე ან ვესებრი ფორმის ღარები ისე იფრეზება, რომ მუყაოს ფილის წაღმა ზედაპირი არ დაზიანდეს. ღარებს შორის მანძილი დამოკიდებულია გადაღუნვის ფორმაზე და ფრეზის სისქეზე. თაბაშირ მუყაოს ფილისგან დავამზადოთ შლილი, რომელსაც გარკვეულ ადგილებში გავუკეთეთ ღარები. ახლა უკვე შეგვიძლია შევქმნათ სხვადასხვაგვარი ფორმების მქონე ზედაპირები და განვათავსოთ სხვადასხვა დონეებზე. კნაუფის ფილა შეიძლება გადაიღუნოს თუ გადავსერავთ მას მოცემულ მანძილზე და შემდეგ ნასერის მიხედვით გადავყუნავთ. ასეთი მეთოდით დამზადებული ფილა დავდოთ წინასწარ მომზადებულ შაბლონზე, ნასერებით ზევით და დავგრუნტოთ კნაუფ ტიფენ გრუნტით. შემდეგ დავამზადოთ კნაუფ უნიფლოტის ან კნაუფ ფუგენის საფითხნი. ამისთვის თაბაშირის მშრალი საფითხნი ნარევი კნაუფ ფუგენი ჩავყაროთ წყლიან ჭურჭელში და ზედაპირი თანაბრად გადავასწოროთ, სანამ ფხვნილი ნაჭრებად არ შეიკრება. დავტოვოთ 2-3 წუთი და შემდეგ არაჟნის კონსისტენციამდე ვურიოთ. კნაუფ ფუგენის საფითხნი დავიტანოთ ფილის ზედაპირზე და ნასერებზე. ზევიდან დავაფინოთ მინაბოჭკოვანი ბადე და შევჭყლიდოთ ის საფითხნში. დავტოვოთ ასეთ მდგომარეობაში საფითხნის სრულ გაშრობამდე. მრუდხაზოვანი ტიხრის დასამონტაჟებლად 50 მმ-იანი შუალედებით იჭრება მიმმართველი პროფილის თარო და საზურგე.
მოთუთიებული მეტალის ზოლის მეშვეობით ფიქსირდება პროფილის გადაღუნვის მოცემული რადიუსი. Радиус гибки профиля. ზოლი მაგრდება თაროზე გაკვეთა გადაღუნვის მეთოდით. Является с ним методом просечки с отгибом. იღუნება მეორე პროფილიც. Второй профиль. მიმართველი პროფილი მაგრდება იატაკზე დუბელებით, ბიჯით არაუმეტეს 300 მმ-ისა. იატაკზე დამაგრებული პროფილის ნიშნულები უნდა გადავიტანოთ ჭერზე, სადაც მაგრდება მეორე პროფილი. Прикрепится второй профиль. მიმართულ პროფილებში დავაყენოთ დგარის პროფილები 300 მმ-იანი ბიჯით და დავამაგროთ გაკვეთა გადაღუნვის მეთოდით. 2.7 მეტრზე მეტი რადიუსის მქონე ტიხარზე თაბაშირ მუყაოს 12 მმ-იანი ფილა შეგვიძლია გადავღუნოთ დანამვის გარეშე, კარკასზე უშუალო დამაგრებით. Непосредственно крепить к каркасу. კნაუფის ფილის კარკასზე დამაგრება უნდა მოხდეს თვითმჭრელი შურუპებით, ფილის ერთი კიდიდან მეორისკენ, კარკასზე ფილის მსუბუქი მიჭერით. Лист к каркасу. რათა თავიდან ავიცილოთ ფილის ტორსული მხარის დაზიანება, შურუპები ჩავაყენოთ საყელურების გამოყენებით. 2-3 დღის შემდეგ კნაუფის ფილის დაჭიმული მდგომარეობა დასტაბილურდება და მაშინ შეგვიძლია მოხსნათ საყელურები. მშრალი მეთოდით შეგვიძლია გადავღუნოთ მინერალური ცემენტის ფილა კნაუფ აკვაპანელი. კარკასზე დაკვრის წინ ფილა უნდა მომზადდეს იატაკზე ძალისმიერი გადაყუნვით. Сильно изгибая на полу. კარკასზე ფილა დავამაგროთ კნაუფ აკვაპანელისთვის განკუთვნილი თვითმჭრელი შურუპებით.